აბსოლუტურად დემოკრატიები და ბატონ მიხეილს რომ ჩვენ ბატონ მიხეილის ამისათვის უღბესი მაგალითად ძალიან კარგი არა მე მაგალითად ისე აღვქვი რომ თქვენ უბრალოდ დავიჭიროთ ეს მონიზება უნებრივია უნდა იყოს ძალიან მასშტაბური რომელსაც მიაჩნია ქვეყნისთვის რომ ეს აუცილებელია ყველა მიიღოს მონაწილეობა აბსოლუტის გარეშე არის თუ არა თქვა შეთანხმება ისეთ ორგანიზაციებთან მოგესალმებით ბატონებო და გაბატონებო დღეს ჩვენ ვატარებთ რიგით მესამე კონფერენციას ეს კონფერენცია იქნება ერთგვარი შემაჯამებელი კონფერენცია და გავხსნით საგანგებო განცხადება ქვეყანაში რეალურად შექმნილმა საგანგაშო მდგომარეობამ რაც დადასტურდა მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრების დროს სამსაჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში. დაგვარწმუნა იმაში, რომ დიდი ერთობის გარეშე ქვეყანაში მშვიდობა ვერ დაისადგურებს. ეჭვის ქვეშ დგება ქართველი და უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით შექმნილი საქართველოს მომავლის პროგრამა, რომლის მხარდაჭერა 1 ოქტომბრის არჩევნებზე დაადასტურა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. სამწუხაროდ აშკარაა, რომ საქართველოს დღევანდელი უბედურება დაკავშირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან და პრეზიდენტ სააკაშვილთან. მოაზროვნე ადამიანისათვის ყოველად მიუღებელია პრეზიდენტის ასეთი ქმედებები. და მართლაც კომიკურია, რომ ქვეყნის მთავარ სარდალი თავს ოპოზიციონერად აცხადებს და ქვეყნის მთავრობას ხელს უშლის საქმიანობის განხორციელებაში. სწორედ ამიტომ ჩვენ პრეზიდენტის გადადგომით გაერთიანებულ მემორანდუმში წარმოდგენილი 50-მდე ორგანიზაცია დიდი მოგრძალებით და პატივისცემით მივმართავთ ყველას პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს და საქართველოს მოსახლეობას. და ვდგამთ პირველ ნაბიჯს ამ ძალთა კონსოლიდაციისათვის. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ძალასთან, რომელიც იზიარებს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება მთავრდება 2013 წლის 20 იანვარს და ამიტომ იგი უნდა გადადგეს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცესი უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის ნების განმხატველი, მშვიდობიანი და დემოკრატიული. და უნდა ატარებდეს, რომ ეს ბრძოლა, უნდა ადასტურებდეს, რომ ეს ბრძოლა არის ღირსებისათვის. დღეს ჩვენს რიგით მესამე კონფერენციაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გაერთიანების მემორანდუმში წარმოდგენილ ერთობას ვუწოდოთ ერთი სიტყვა ერთსულოვნება. ასევე განვიხილავთ ჩვენ სამოქმედო გეგმას და ვისაუბროთ ჩვენი პროგრამის განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს. ამ კუთხით მნიშვნელოვნად გავითვალისწინებთ ცნობილ იურისტთა შემადგენლობით ჩვენ გაერთიანებასთან არსებულ სამეცნიერო საბჭოს მოსაზრებებს. და შემდგომში კონსულტაციებს გავმართავთ ადვოკატთა ასოციაციასთან და მის ხელმძღვანელთან ბატონ ზაზა ხატიაშვილთან ინიციატივას ჩვენს გაერთიანებაში სამართლებრივი დაცვის ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც ჩვენი როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონალური ოფისების მეშვეობით მოსახლეობისგან მიიღებს განცხადებებს და სრულიად უსასყიდლოდ სამართლებრივ ჭრილში მოემსახურება ყველას, ვინც ნაციონალური რეჟიმისაგან დაზარალდა და უკანონოდ დაისაჯა. უცხოეთი არ არის ჩვენი უფროსი. ვის როგორ მოეწონება, ამას არ ხის დღეს ლაპარაკი ამას. მე დღეს გუშინ მომისმინე ბატონი ბიძინავანიშვილის გამოსვლა დავწმუნდი იმაში, რომ თვითონაც ძალიან სერიოზულად შეშფოთებული. ის ასაც ჩვენ 19-ში 20-ში ვაკეთებთ. ეს არის პასუხი იმ კლოუნის ქმედებებზე, რომელ დროშიც გვევლინება ჩვენ პრეზიდენტი, რა გამოსვლებიც მას აქვს ბოლო პერიოდში. ეს არის ქვეყნის გადაჭეხვა პრაქტიკულად დაპირისპირებაში. მე არ მგონია, რომ დღეს რომელიმე ორგანიზაცია, ვისაც მართლა უნდა ქვეყნის ბედზე ფიქრით, ესე იგი, დასავლეთი ასე შეხედავს, ეს შეხედავს. შეხედავენ ისე, როგორც ხედავს ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი თვლის, რომ 20 იანვრის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილი. მაინც მთელი უნდა ვიყო ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ჩვენ ქრისტიანები ვართ და თან ესეთი რაღაც ეს არის ჩვენ ძალიან განვიზნდით იმას, რომ პატრიარქის დაბადების დღესთან იყო და ამიტომ არ ვამბობთ, რომ რაღაც დიდ იმას ვიწყებთ. პირიქით ჩვენ იმ დღეს ვიახლებით და მიულოცავთ
ჩვენ სულიერ გონას იმ დღეს, რომელიც ერთ საქართველოსაც არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ არ მოგი 1 საათი, 2 საათი წარმოადგენს ულტიმატუმს, წავიკითხავთ და ვიტყვით და ვეუბნებით, რომ გეხმარებით, მიიღეთ ისეული გადაწყვეტილება 20 რიცხვამდე. აუცილებლად მიმაჩნია მოუწოდო საქართველოს მოსახლეობას სასულიერო თუ საერო დას ქართული მოსახლეობისა, რომ გამოყვანილანი პირველ საათზე როგორც ერთი 4 რიცხვში პრეზიდენტის სასახლესთან შევიკრიბოთ, ეს არის სიკვდილსიცოცხლის საკითხი. აქ აღარ არის მოწოდება საჭირო ქართული ოცნების ლიდერისა, რომ გამოცხადდეთ თუ არა, ჩვენ უნდა გამოცხადდეთ და მას თუ მივეცით ნდობის მანდატი, დავეხმაროთ კიდეც ამ მანდატის კეთილსინდისიეროდ განხორციელებაში. 4-ში ყველას მოუწოდებ ყველა ახალგაზრდას და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს პირველ საათზე დადგეს ერთად ერთსოლოვნების მიერ განხორციელებულ ღონისძიებაზე, ეს იქნება აქცია, რომელიც აუცილებელია, რომ მთლიანმა საზოგადოებამ, ქართულმა ერმა მიიღოს ამ აქციაში მონაწილეობა. ვაპირებ 4-ში გასვლას ერთადერთი მიზნით. შეუერთდა იმ საზოგადოებას, რომელიც მრავალრიცხოვანია საქართველოში და ფიქრობს, რომ ბატონი პრეზიდენტი უნდა გადადგეს, თუ რაიმე გააჩნია შიგნით წესიერება, გადადგეს მარტო იმიტომ, რომ ერთ მმართველობაში გადავიდეს ჩვენი ქვეყანა. ჩემო ძვირფასებო, მე მიმაჩნია, რომ 4-ში ჩვენი შეკრება აუცილებელია, იმიტომ რომ ლეგიტიმური ვადა სააკაშვილის იწურება და ეს იქნება ლოგიკური, რომ ის თავის ნებასურვილით გადადგეს და ჩვენ ამაში უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ერთსულოვანი, ძალიან გთხოვთ მობრძანდით 4-ში და გავაპროტესტოს მისი პრეზიდენტობა. მოგიწოდებთ სულ ყველას 4 იანვარს ავლაბრის რეზიდენციაში შემოგვიერთეთ, რათა საქართველოს მოქმედ ჯერ კიდევ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გადავცეთ პეტიცია, რომელშიც დაფიქსირებულია ქართველი ხალხის ნება და ის ხელმოწერები, რომლებიც შეაგროვა გაერთიანება ერთსულოვნებაში წარმოდგენილმა ორგანიზაციებმა. იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანას ავაცილოთ თავიდან ორხელისუფლებიანობის თანდევი ყველა ის უბედურება, რაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში თანსდევს ორხელისუფლებიანობას, ამისათვის აუცილებელია, რომ ქართველი ხალხი გაერთიანდეს, მტკიცედ გამოხატოს თავისი ნება, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამ კაცობრიობის ძაღლდაპირების პარპაში ჩვენ ქვეყანაში. ძვირფასო მეგობრებო, მოგიწოდებთ 4 იანვარს მობრძანდეთ პრეზიდენტის სასახლის ირგვლივ პირველ საათზე. ექიმებს, პაციენტებს, მეგობრებს, თბილისელებს, ინტელიგენციას, ახალგაზრდებს, მოზრდილებს მოუწოდებთ, რომ 4-ში პირველ საათზე შევხვდეთ პრეზიდენტის სასახლის ირგვლივ.